ეს რაზე უნდა აი ცხელაო ვანიკომ თქვა. ცხელა კი ბატონო. სეზონის ბოლო შოუა. ჩვენი სეზონის ბოლო შოუა და ტრადიციულად რა ვქრათ, რაზე ვისაუბროთ? იმაზე ვისაუბროთ, ერთმანეთს გაუზიაროთ, რჩევები მივცეთ, სად შეიძლება ამ ზაფხულს დავისვენოთ, როგორ დავისვენოთ, ტურისტებს ურჩიოთ 1-2 რჩევა მივცეთ ტურისტებს. აუცილებელია. ჩვენ ერთმანეთს ურჩიეთ, როგორ არ გადავეყაროთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთისგან დავისვენოთ. აი ჩვენ გავიგოთ, რომელიც ადისვენებს. არ ვიყოთ რა. ან დავდგეთ და სამი გზა რომ მიდის, ხო იცი, აქეთ წახვალ ილოს შეხვდები, აქეთ წახვალ ვანიკოს შეხვდები, აქეთ წახვალ ვერც ერთს შეხვდები და მიდიხარ ვერც ერთს. აი, შენ სათხარ. მე სადღაც რაღაც გზას ვიპოვე. არა, ეს ის არის, ვინც გზაზე მოდის კაცო. მე მომავალი ვარ, აქ გზაზე მომა. კაი, რა ხდება? მოკლედ რა ხდება და სწორი რაღაცა ვთქვით ჩვენ, რომ მთავარი რჩევა მოდი ტურისტებს მივცეთ რა. მივცეთ. ხო, ჩვენი აქტიური მაყურებლები არიან, ძირითადი მაყურებლები. ძირითადი მაყურებელი ჩვენი არიან ტურისტები, რომლებიც სინქრონული თარგმანით მოგეხსენებათ ჩვენი შოუ 12 ენაზე ითარგმნება. ხო, თუ სწორად 10 იყო და 2 დაემატა. 11. ხო, რაღაც სერბეთი აღარ გამოსtildeებს რაღაც. ხო. მოკლედ მეგობრებო, ტურისტებს რაც შეეხება რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ. ერთი პირველი რჩევა აუცილებლად გასათვალისწინებელი მე მგონი, ხო? ხო შეიძლება ისეთებ ურჩიოთ, რომ როდესაც აეროპორტი პირველი ჩვენი ურთიერთობა აეროპორტიდან იწყება, ხო? როდესაც აეროპორტიდან გამოხვალთ და ტაქსში ჩაჯდებით და გსურთ დავუშვათ ზღვაზე წასვლა. კი ბატონო, და გსურთ მაგალითად ზღვაზე წასვლა. უთხარით ტაქსისტს, რომ გსურთ წასვლა შავ ზღვაზე და არა თბილისის ზღვაზე შავი ზღვის ფასად. კი ბატონო. ხო ასეა. აი შეგიძლიათ პირდაპირ და კონკრეტულად. შეგიძლიათ მიხვდეთ და უთხრათ შავი ზღვაზე მინდა წასვლა და არა თბილისის ზღვაზე შავი ზღვის ფასად, თორემ შეიძლება $200 თავი ამოყოთ იქვე აეროპორტიდან იქვე თემქაზე თბილისის ზღვაზე. ეს ერთი აუცილებლად დაიმახსოვრეთ. კიდე არის ესეთი შეიძლება ურჩიოთ მისალმება, გამარჯობა. გამარჯობა, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ მისალმება არის გამარჯობა. კი ბატონო. და არა ტრაკი. აჰა, თუნდაც. არა, მე ვარ ტრაკი. აი, მაგალითად არ არის ეგ რა. მე ვარ ტრაკი, თბილისის ზღვაზე წამიყვან. ბარში რო შეხვალთ ძვირფასო ტურისტებო და ლამაზი გოგონები როცა მოგიჯდებიან, აუცილებლად დააკვირდით, რას უკეთავენ ისინი. და შეგიშორეთ, სურო ლამაზი გოგოები არ მოგისხდნენ და თქვენ თვითონ შეხვიდეთ კაფეში, ყოველთვის შეხედეთ მენიუს, არის ხომ ხანდახან ინგლისურენოვანიც, მაგრამ ხანდახან არ არის. ინგლისურში სხვა რამე წერია. ხანდახან როცა არ არის, მაშინ ძირითადად მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც სასწაული ფასების დატოვება გიწევს. და ეხლა ხანს მოხდა ეგეთი შემთხვევა, ასე რომ ნახეთ როგორი რაღაცა, როდესაც შეუკეთავთ მაგალითად კონიაკს ან ვისკის, ის კი არ თქვათ რომ კონიაკი მიდან ვისკი კონკრეტული ბრენდი უთხარით, თორე შეიძლება დატოვოთ თითო კაფეში მისვლაზე 3000 ლარი მინდა. კი. ხო, და ეს რა ვქნათ, საუკეთესო მოითხოვა და რა გავაკეთო, კაცო, მიუტანეთ საუკეთესო. ეს არ არის ხუმრობა ამბავი რა. არა, მართალი ამბავი არის. და ისე რა არის, იცი რომ მაინდა-მაინც ახლა თუ თბილისში იმიტომ ჩამოდიხართ რომ მე ბათუმში ზღვაზე წახვიდეთ. არის საშუალება რომ პირდაპირ ბათუმშიც ჩახვიდეთ. პირდაპირ ბათუმში ჩახვიდეთ. ხო, ეგეთი არის ეგეთი. მოიცა ყველა ეხლა ჩვენ რას ვაკეთებ ტურისტებს ვაძლევთ შევადარიგებებს და საკუთარ ეკონომიკას ვანგრევთ. იმიტომ რომ ჩვენი ტურიზმი გაწიწვაზეა აგებული. რა გინდა ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ ეხლა ჩვენ? არა, თან ჩვენ ისე რა ხან ტურისტები ახსენე, ჩვენ ერთი რამენა გავითვალისწინოთ, რომ აი ისე დაიხვეწა ხალხი ტურისტებთან მიმართება, შემოგიძლიათ ბათუმში რო ავიღოთ, ხო, აი რიგითი სიმინდის გამყიდველი ქალი მაგალითად, ან აი ბაკლავებს რო ყიდიან ხოლმე, ხო, ან რაღაც ბუშტებსაც კი რო ყიდიან. ძალიან მაგრა ერკვევია მსოფლიო ეკონომიკაში. აი მაგალითად რომ მიდის და შეზლონგზე რო წერს და ატყობს რომ ტურისტია, ხო, ან არ წერს შეზლონგზე, მაგრამ ისე ატყობს რომ ტურისტია, მიდის და ძალიან კარგად იცის თუ გააჩნია რომელი ქვეყნიდან არის. მაგალითად ხდება მაგრამ ჯერ ამოიცნობს რომელი ქვეყნიდან. ჯერ თავისუფლად ეგრევე ხდება სკანდინავიიდან არის თქვა, ამერიკიდან არის, ევროპიდან არის კონტინენტს. შემდეგ ამ კონტინენტის ქვეყანას ხდება რომელი ქვეყნიდან არის. მერე იცის ზუსტად რომელი ქვეყნიდანაც ეს ტურისტი არის, იქ როგორი სიტუაცია ეკონომიკურად. მერე იცის იმ ქვეყანაში საშუალო ხელფასი რამდენია. მერე ითვალისწინებს ამ ქვეყნის ტემპერამენტს და გამცემლობას, ანუ რამდენად ეკონომიკურიდან არ არიან. იმის მიხედვით ეუბნება ფასს. ასე რომ სიმინდი შეიძლება შვედთან ღირდეს 5 ლარი, რუსთან ღირდეს 3 ლარი, მაინც ახლოა და ამერიკელთან შეიძლება ღირდეს 10 ლარი. ეს შემთხვევითობა არ არის. სიმინდის გამყიდველმა იცის რომელ ქვეყანაში როგორი ეკონომიკური სიტუაცია. ასე რომ იცოდნენ მთავრობაში მე მგონი გვეშველებოდა. კი მეგობრებო, ანუ რო კითხავენ, რო ეტყვი რომ რა ღირს სიმინდი გეუბნება ლარი და თუ გაიგონო სკოლკა стоит კუკურუზა. Три. I'm sorry, can I buy it? თუ გეტყვი სიმინდი 10. ეგ რას მაგონებს იცი? აი მეორად კი აი მე მეორადებში რო შედიხარ რა, ხა თავი დროს ერთი 10-15 წლის წინ მეორადებში რო შესულიყავ და თქვა იქ რაღაც Tommy Hilfigeris special edition რაღაცა კიდეა და მიხვიდოდი ადრე ეტყოდი რომ რა ღირს ეს პალტო 20 ლარი შვილო რა ვიხა პალტო აი დაიღებ პალტო არა ეხა ხო ხტები სად იცოდე ხა მაშინ Tommy Hilfiger ეხა რო შედიხარ ისეთი კომპეტენტურები არიან რომ შენ მიდიხარ და უკვე უნები რომ აი ეს პალტო რა ღირს ისე გონი რომ 80 ლარს გეტყვის და შენც ადგები და Tommy Hilfiger-ს იყიდი მაგრამ
600 ლარი. რატო ესე ძვირი ხო ეკითხები? რას ლაპარაკობს შვილო? შემოდგომა ზაფხული არის ტომი ჰილფიგერის 1156 წელი არის მისი საყვარელისთვის შეკერა ვალენტინობაზე. ხა რას მე ლაპარაკები? კრისტიან დიორი მას ისეთებში ერკვევიან უკვე მეორადებში ხო? კი, ან. ასევე ვერაფრით ვერ ავუხსენით ვერც ერთ ტურისტს, რატო ღირს დაუშვათ ბათუმში რაღაცა ფასი ყველაფერი, მერე გონიეში კიდე უფრო ძვირი და გონიეს ტრაფარეთს როგორც კი გადახვალ ერთნაბიჯს 100 ჯერ მეტი ფასი. აბა რატო ღირს? იმიტომ რომ კვარიათია. კვარიათი, ბეიბი. შენ იცი რომ საერთოდ სელფი კვარიათიდან აბსოლუტურად სხვა ხარისხით მოდის. სულ სხვა. და ბათუმიდან სხვა ხარისხით. სულ სხვა. არ არის ხომ მართლა გეუბნები. არა, ჩვენთვის კიდე გასაგებია. სხვა ხარისხით იღება. ეხლა ჩვენთვის კიდე გასაგებია რომ მაგალითად ბათუმში სულ სხვა ფასები რატომ არის? მე რატომ არის სხვა ფასები გონიოში? და კვარიათში რატოა სხვა ფასები? იმიტომ რომ ხვდებით რომ ეს ცოტა იერარქიული და უბან თემაა. ვაკელების უმეტესობა გონიო და კვარიათში ისვენებს. ფერელების უმეტესობას გონიო და კვარიათში ისვენებს. უცხოელმა როგორ უნდა მიხდეს რატო ღირს 2 მეტრის აქეთ წყალი გამოგბრძანდეს 3 ლარი და 2 მეტრის იქით რატო ღირს წყალი 15 ლარი გახდეს ვაკელი ან ვერელი და მე აუხსნით ხო მე გაიგებს რა აბა ეგრეს არ არის აქ მიაღწიესო ტიპები სავის ქვეყანაში შეჩადენ იქ მარიაში და კვარიათში დაიშვა შენ რო წეგან თქვი რომ ჩამოდიან ტურისტებიო და ბევრ ათასი ხდიან იმაში რა ქვია ბარებში რა აი ერთი ესეთი ამბავი მინდა გაჩვენოთ აი ნახეთ ტურისტი რომელმაც ერთ შესვლაზე ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაიხადა 2900 ლარი. არაბი ტურისტი კუთვნილი თანხის დაბრუნებას პოლიციის გზით ცდილობს. ორკვირიანი შეგულების გატარება პოლიციის განყოფილებაში უწევს. ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება ბევრად ადრე მოუწევს, რადგან დასვენებისთვის განკუთვნილი მთელი ფული ბარში გამოსწალეს, სადაც ერთი სადილი თითქმის $1000 დაუჯდა. აი ეს არის შენ რაზეც საუბრობდი. 2900 ლარი გადაიხადა ჯიგარმა. შევიდა დალია გამოვიდა უთხრეს რამდენია ჩემზე 2900 ლარი ჩემო კარგო ორი კვირით იყო ჩამოსული საქართველოს რა გეგონა ბა რო ჯდებოდი ხო იცი ორი კვირით იყო ჩამოსული საქართველოში და ორი კვირით ბიუჯეტი ხო ქონდა ჩამოტანილი რომ ეს ორი კვირა დაესვენა ერთ სახამოში გაუშვა ორი კვირის დასვენება დაბრუნდა მეორე დღეს უკან გამოძიება ახლა მიმდინარეობს და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს შენ იცოდი რომ სტატისტიკურადაა და ესეც ერთ-ერთი მიზეზია სტატისტიკურად საქართველოში ტურისტების ჩამოსული ტურისტების უმეტესობა 99% საკუთარ ქვეყანაში რომ ბრუნდება ცხოვრებას უფრო აფასებს. სხვანაირად. აქ ისედაფასებს აქ ყოფნის დროს დასვენება ქვია. ამ ბოლო პერიოდში ჩადის და ხვდება რომ ცხოვრება მშვენიერია და სისულელებზე აღარ წუხდება. ამ საბოლოოდ ჩვენმა აბა ახლა 2900-ს დატოვებ. აქციის კერო გაიული. მერე კიდე რომ ვიღაცა ჩოხოსანი გაგლახავს. რო ჩახვალ შენთან ამერიკაში დააფასებ ცხოვრებას, აბა რა იქნება. საერთოდაც მე ვფიქრობ რომ ეს ტურისტების გალახვას რაც შეეხება და ასე შემდეგ. ისე რა გინეს, მე მგონი, სულ სხვა სტრატეგია არის. ეს ჩვენ გონი ქაოტურად ხდება თორე სინამდვილეში, ხო? ამაზე ტურისტის სააგენტო ძალიან კარგად იფიქრა და ჩვენ ვართ ტურიზმის ცენტრი, უბრალოდ ექსტრემალური ტურიზმის ცენტრი. არის საქართველო. ეს მაგარია. აი ხომ ჩადიან ჯუნგლებში, საჰარაზე, კობრას ანახავად, იქ რაღაც საქართველოში შეგრძნებები. რა თქმა უნდა, აქ ზაფრი შეგრძნება, იმიტომ რომ აი გეუნები, გადარჩები, არ გადარჩები არის. ახალი თამაშიც გასტარჩოხოს PlayStation-ზე, ხო იცი? გადარჩი საქართველოში, იქ მიდიხარ, უნდა გადარჩე რაღაცებისგან და ბოლოს გლაუნიერი ვასაძე. თავარი ბოსი. კომბალი დგას და ბოსს მერე იქ ეჭუბება და თუ გავიზელი. არ ვიცი. და სარავი თამაშია. ტადან. მოკლედ ეს ხომ გავიგეთ რომ 3000 ლარი შეიძლება ბარში გადაიხადოთ. ძალიან საინტერესო სანახაობას ვთავაზობთ ჩვენ ასევე ტურისტებს. გადაიხადო კი კაცო, მაგრამ უბრალოდ მაგდენი რო არ გონია რომ ანუ გეგმაში რო არ გაგდა რომ გახდები. ხო, ეგ ძალიან ცუდია. Surprise. და ტურისტებისთვის გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი შეთავაზება რა, რომ წავიდნენ და აუცილებლად საქართველოსთვის ჩამოვლენ, ნახონ ყაზბეგი მაგალითად. ყაზბეგში ნახავენ მთებს, ნახავენ მდინარეს, ჩანჩქერს ნახავენ ხუროთმოძღვრული ძეგლები გვაქვს და მოკლედ ძალიან ბევრი სანახაობა, მაგრამ აუცილებლად უდიდესი ღირსშესანიშნაობა ერთ-ერთი რაც არის, ნახავენ 20 ლარიან ყავას. 20 ლარიან 1 ლარიან ყავას. ოღონდ ამას ნახულობ, იმიტომ რომ იმის ახლა დალევა აღარ ხდება რა, ის უნდა ნახო. რაღაც დალევ. ნახო და წამოხვიდე. სხვათა შორის მარტო ტურისტებს გაქვთ ამის საშუალება, რომ ყაზბეგში ნახოთ 20 ლარიანი ყავა. ქართლის კერავი გვაჩვენებს, ავალ მე და ლარი მეტყვია, გაიგე? ასე რომ არ გამოტოვოთ მეგობრებო, ეს დიდი ზეიმი რა. ეხლა მე მინდა ძალიან საინტერესო დასვენება გაჩვენოთ თუ როგორ ისვენებს ქვეყნის პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. კადრი გავცელდა ამის, ფოტო გავცელდა, ნახოთ ის როგორ ისვენებს. აი, ქალბატონი სალომე დასასვენებლად არის, ეფიცხება მზეს, იღებს რუჯს, რა თქმა უნდა ფიქრობს ქვეყანაზე,
არა, უბრალოდ ისვენებს, რომ შემდეგ დასვენების მერე იფიქროს ძალიან ბევრი ქვეყანაზე, რაბარისთვის არის დასვენება და ესე მოკლედ არის საზაფხულო განცხრომას მიცემული, მაგრამ ისეთი ინტრიგით დაიდო, რომ მეთქი რაღაცას. არაფერი ისვენებს ადამიანი, კაცო, აბა რა ისვენებს, ყველა შეუძლია. არ ვღადაოთ მართლა. ყველა სჭირდება დასვენება. კი ბატონო, ყველა მოვლენებსაც აღაჩნია. რა დროს? არა, პარალელურად დასვენების დროს რა ხდება აქეთ ამასაც აქ მოდი შევთანხმდეთ რა. მაგრამ ეს დაახლოებით ეს იგივე სიტუაციაა, რომ აქ რო შეუვიწერებოდეს. თქვენ რომ მიყავდეთ და მე რო კვარიატში შეზლონგზე ვიწვე და ვისვენებ და სანამ თავარი ბიჭების შოუ ვიწერება, ილობეროშვილის შეზლონგზე სიმის ჭამს. ანუ დაახლოებით ეგ ვარი. ოღონდ ჩვენ აქ უნდა ვწვალობდეთ, მაგრად ვერ წერდეთ. მე იქ სიმის. ჩვენ აქ ვერ წერდეთ და შენ უნდა იწოდე ანუ ძირითადად რაც ხდება ხომ როცა ვართ. მაკლით ყველანაირად ვეცადეთ ქალბატონო პრეზიდენტო, მაგრამ არ გამოგვიწია. მაინც სიმართლის თქმა მოგვიწია. რა გავაკეთოთ? სხვადასხვა ამასთან რაზე გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ ბრაზილიის აი ეს მახსოვდა მე. ჩვენი ამბავი. უნდა ვაჩვენო. მე რატო არ ვიცოდი? არიცი, აუყურე, ბრაზილიის პრეზიდენტი რაზე შეიძლება გადაეყვანათ საავადმყოფოში. ვინ არის ბრაზილიის პრეზიდენტი? არ მახსოვს, რა ქვია, ნახავთ ახლა ჩვენ რა ქვია, მაგრამ რაზე შეიძლება რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში? ბრაზილიის ნაკრებმა წააგო. არა და არა, ყველა პასუხი. ბრაზილიის პრეზიდენტი სლოკინის გამო საავადმყოფოში დააწვინეს. აი, ბატონო. აი, დამამტკიცებელი. ბრაზილიის პრეზიდენტი სლოკინის გამო საავადმყოფოში მოხვდა. ბრაზილიაში ეთყობა ხშირად ახსენებენ პრეზიდენტს სხვადასხვა კონტექსტში. და კაცი ბრაზილიაში რო ახსენებენ პრეზიდენტს მოხვდა საავადმყოფოში და ჩვენი პრეზიდენტი ქვეყანას საერთოდ რეანიმაციიდან უნდა მართავდეს მაგ პრინციპს. მაგრამ კვარიატიდან მართება კი. ვარიჩკა. ეგრე გვიწოდა. ანუ ისიც უშვებს ნეტა შეცდომებს, როცა პორტუგალიურად საუბრობს? რომელი? იქაური პრეზიდენტი? ბრაზილიის პრეზიდენტი. ნუ სლოკინი თუ იმჯერებს საუბრობთ ბევრ შეცდომას უშვებს. ალბათ. ისე სამომძვრებელშიც მაგრამ მოხდებოდა პორტუგალიის პრეზიდენტობა. აი ჟზზ ხო? იქაც ჟზზ აქვს და აი იქნება და კებრაჯიზდუ მე მორტუ სეს ენ ო ბრაზილ დო სელესაო. და შენ წარმოიდგინე ბრაზილიას რა მაგრად მოუხდებოდა მაგის პრეზიდენტობა. ზან. აი ბრაზილიას გაუგედრენ სალომეც ხო როგორ არის? სულ რაღაცა სამბა ყველა დაძაბულია, ყველა ჩხუბობს და სალომე ამ დროს ტემპერატურა პროტესტა მოტრო სანტუსან. კარგად არის ეკა. ნო ნერვს ვერ აუტო. რა თქმა უნდა. რა ხდება პრეზიდენტი რატომ ქვეყანაში ახლა და მოეშვი. გვინდა ეს? მოეშვი. მე მგონი ყველა ეგრე გვინდა. ხო და რა გინდა, კარგად არის ის ხალი და გაანე. მოკლედ საბოლოოდ დავადგინე მე ქართველი კაცების ნამდვილი დასვენება რა არის? რას ამბობ? ეს არ არის არც მთა. ეს არ არის არც ზღვა, არც მდინარე, არც ევროპაში წასვლა, არც კუნძულებზე წასვლა, არა. ეს არის ცოლის დასასვენებლად გაშვება. მოდი მეგობრებო, თვითონ შეგვიძლია ამ ხმობას დავარქვათ, თქვათ, ახლა კი თავარ ბიჭებში ავტობიოგრაფიული ხმობები. ბანიკო, უბრალოდ ჩათავზე კი არ. ხო, ეგეთი მოკარიჭო რა. ვიხუმრეთ უბრალოდ. მოკლედ მეგობრებო, ვიდრე გადავრჩით და ჯერ კიდევ რაიმე შარში არ გავხვეულათ. დავამთავრე. გვაქვს შანსი. შანსი გვაქვს შარში გავეხვეთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. აბა როგორ? სატელეფონო ზარები. შანსი ბოლომდე. შარი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ტელეფონი ალესილია და ავლესეთ ტელეფონი და ვიწყებთ რეკვას. ვიწყებთ ჩვენს მეგობრებთან რეკვას საზაფხულო კითხვებით რა, რაღაც საზაფხულო კითხვები რაც მოგივათ თავში. რავი, თქვენც რაც მოგივათ. უცებ შემოგაშველებთ. რაც მოგივა დავითაო. მოდი რიგრიგობით დაურეკოთ და ვკითხოთ რა. სულ ჩემზე რუა ხოლმე რა ვიცი. დაიწყე. სულ ჩემზე რუა ხოლმე. არ მინდა მე მთელი იმის პასუხისმგებლობის ჩემ თავზე აგება. იქნება მარტო მე არ მინდა შარი. ვის დავრეკავთ? სტეფანის დაურეკოთ. სტოპი. მე შენ დაგელ. რა ვკითხოთ? წყალი თბილია? წყალი თბილია. ხო არ მოიღრუბო. ისე ფული რო თხოვ ეგ უფრო აქტუალურია მას. ალო. დიახ. სტოპა. ბატონო. სულ იყავი შესული თბილია წყალი. ალო. გისმენთ. თბილია წყალი ღირს შემოსვლა თუ ცივია? სად რეკავთ უკაცრავ? სტეფანეს ურეკავ. და რას მეკითხებით? ზღვაზე გეკითხებით, სტეფანე, კარგი წყალია? ნიკუშა შენა ხარ? რატო ეგრევე სტოპა? სამივე ვართ, რა იყო ეგრევე, რანაირად გვიცანი? პირველი კითხვით რა იყო რა? ჩვენ დაჟე ხმა არა მოგვიღე. სამივე გვიცხნა შენი ხმა. სტოპა, როგორ ახარ ძმო? ისვენებ?
არა, არ ვისვენებ თბილისში. ჯერ არ წასულხარ რა. როგორ ეგრევე გაგვშიფრე რა? მეგობრობა, ძმობა და მოკითხვა. კარგი დასვენება კიდევ. მიყვარხარ თასე. ჩვენს მიყვარხარ სტიოპა. მადლობა. დროებით. აი ხარ. რა? ყოჩავი ხარ რა. ეკა? ყორშია? ვურეკავთ ბეხა ყორშიას. ბორატის მუსიკის ფონზე უნდა დაუბრა გვერდში. მე ვანიკო იქნება. ძალიან გამიკვირდება რომ ბეხას. ალო? ბექა მინდო დაუგასრო. დია. ბექა ჩვენ ჩავედით უკვე ქობულეთში ვართ და რა ვქნა თავი ღოთ კოიკა. სათხარ? ქობულეთში ვართ უკვე ჩვენ. ვინ ხართ? ჩვენა ვართ ჩვენ. ვინ თქვენ? აი ჩვენ დამსვენებლები. დამსვენებლები ვართ ბექა და ვართ უკვე. სხვაგან მოხდით. არა, როგორ ეს ნომერი არის თქვენი და ჩავედით, ავიღებთ, არანაირი პრობლემა არა, უბრალოდ თქვენთვისაც ავიღოთ კოიკა. არა, მე კი მჭირდება დასვენება, მაგრამ ბეკუნი როგორ ახარ? ჩვენ დაგირეკეთ თავარმა ბიჭებმა. შეგჭამეთ მოკლედ, არ მოგასწრებთ. ვინ გეგონეთ? ვინ? შენი სიუჟეტების გმირი ხო არ გეგონა ვინმე? ვიცი რა ხდება. როგორ ახარ? აი ზუსტად რომ ვიცით რომ არ ისვენებ და დასვენება კი გჭირდება, აი ესეთკი მეუცეთილზე დაგაჭირეთ. ვიყვარხარ ძალიან. ბეკა, მოკითხვა ძმობა და პატივისცემა. ჩვენ მე ძალიან მიყვარხარ. ვიყვარხარ ძალიან. დროებით. ვურეკავთ ახლა ნუკი კოშკელიშვილს მეგობრებო. ნუკისთან ვეკავთ კოშკელიშვილს. ალო ნუკი. დიახ. თუ დროს ხომ არ გირეკავთ? უკაცრავად გისმენ? აი უცებ გითხავთ რა ნუკი. ბათუმიდან გაწუხებთ რა და ტუჩის საცხზე მინდოდა მეკითხა. ჩემი მეუღლე არის თქვენი ტუჩის საცხის მომხმარებელი და აი ახლა წაისვა და შევარდა პირდაპირ წყალში. რამდენ ინარჩუნებს ჩერდება ტუჩზე ეს საცხი თუ რა ვქნა დამოვა იქიდან პომადის გარეშე. ისიც რა არის, როგორ წაისვა გააჩნია, კარგად წაისვა, ცოტა ხანი და გააშრო. ხელი მოუსვა, რა თქმა უნდა, აიწვიზნება, მაგრამ ისე მე ჩამხტარვარ. სამი ფენა გადაისვა, ეხა მე რაც ვნახე. სამი ფენა, ხო, მაშინ უნდა ნამდვილად. სამივე ფენა, სამივე გაშრობით. ნუკიკო ძალიან მიყვარხარ. აბა კი მიხდებოდი ხა ვინც გირეკავთ არა? აი, ძალიან მიყვარხარ. გრიგოლიას. შეგეშინდა? მანამდე ვერ უპასუხა ეგრევე ახსნა. ბიჭო არ არის ეს სიტუაციაში არ იქნება რა. ზოლმა პომადა წაისვა, გოგო აღარა ცხია და რა პომადა. ნუკი გვიყვარხარ ძალიან. რა შე ისვენებ გახვედი დასასვენებლად უკვე თუ აპირებ? ვარ ეხანი, კაი აუზში ვარ და თან გირეკავ და მე ვგები რომ თოლს პომადა მოშორდაო და. დიდი წყალი გადამესხა თავზე რა. გვიყვარხარ ძალიან. გვიყვარხარ ძალიან. დროები. მოცნით. ხო, მოკლედ ეს იყო ჩვენი ზარები. ეს იყო რამდენიმე მეგობარ დაუვიხეთ და ვეანგლეთ გავიხო. ეს